შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. კამათი ცაცხვის ქვეშ მეშვიდე და იწვევდა ღიმილს ქალის მოულოდნელ ეპიგრაფით. პუშკინი. ნაშვადღევის 2 საათი იქნებოდა. ცაცხვის ქვეშ ფართო ფარდაგზე ვარდო, ესტატე, ნინო და კორნელი წამოწოლილიყვნენ. ესტატე გიორგი მხეიძის ყოფილ ბიბლიოთეკაში შერჩეულ წიგნს კითხულობდა ნაპოლეონზე. თეთრი შარვალი და ხალათი ეცვა. გულაღმა იწვა. თავქვეშ მუთაქა ამოედო. ხანდახან წიგნს მკერდზე დაიდებდა. ცას მიაშტერდებოდა და თვალს ღიმილით მილულავდა მეოცნებე კახელი თავადი. ბოლოს თავისი მოსაზრებანი კორნელის გაუზიარა. ისტორია ბედიაო, იტყოდა ნაპოლეონი. და ეს რომ ასე არ ყოფილიყო, მაშინ ესოდენი დიდი გამარჯვებებით როგორ შეიმოსებოდნენ უბრალო კორსიკელი ოფიცრის დროშები. როგორ გახდებოდა იგი ომის ღმერთი და თითქმის მთელი ევროპის მპყრობელი. მისი ცხოვრების მომდევნო წლები ესეც ბედისწერაა. ბედისწერასთან თამაში იგი კარგავდა ყველაფერს, რაც ასეთი ზღაპრული სიადვილით მოიპოვა. მისი ლეგენდარული კარიერა წმინდა ელენეს კუნძულზე დასრულდა. სიკვდილის წინ ნაპოლეონი არაფრით აღარ განსხვავდებოდა ჩვეულებრივ ფრანგ მოქალაქისაგან და მორწმუნე კათოლიკესაგან. ეს მთლად სწორი არ არის, გაუბედავად შეედავა კორნელი. ნაპოლეონს დააკარგვინა ყველაფერი არა ბედისწერამ, არამედ მსოფლიო ბატონობის იდეამ. არა ბედისწერამ, არამედ მის წინააღმდეგ შეკრულმა ხალხთა კავშირმა, უმთავრესად კი რუსეთის ხალხმა, რომელმაც მისი დიდი არმია გაანადგურა. მაგრამ რუსი ხალხით შეიძლება ამ შემთხვევაში ჩაითვალოს როგორც ბედისწერის დამსჯელი ხელი. ნაპოლეონი განწირული იყო ისტორიის მთელი მსვლელობით. ესტატეს უნდოდა რაღაც ეპასუხნა, მაგრამ ამ დროს ეზოში პლატონ მოგველაძემ ცხენი შემოაჯირითა. პლატონს საზაფხულო ნაცრისფერი ფრენჩი ეცვა, გალიფე და გერმანული ჰამაშები. თავზე ჭილი შლაპა ეხურა. ტყავის ბუდეში ჩაგებული ცეისის ბინოკლი ეკიდა. გაპარსული იყო. იგი სათავგადასავლო რომანის გმირს გავდა. იონა დიდი ამბით მიეგება. ცხენი აგოიას გადასცა. აგოიამ მოსართავები მოუშვა და გაქაფული ცხენი ეზოში გაატარ-გამოატარა. პლატონმა ხელი ჩამოართვა ყველას. სტეკი ჰამაშზე შემოიკრა და კორნელის ჰკითხა: მოგწონთ ჩემი ცხენი? შავი გიშრისფერი ულაყი მართლაც ლამაზი იყო. პატარა თავი, მოხდენილი, აცქვეტილი ყურები, მოღუნული, გრძელფაფრიანი კისერი და სქელი გავა ჰქონდა. პლატონ შეუქეს თავადის დათა მიქელაძის ცხენი, მაგრამ კორნელი თვალებში ჩააცქერდა ცხენს. თვალზე ხელი მიაფარა და განაცხადა: ცალ-თვალზე დაბრმავებულა. თუმცა ვერავინ სიბრმავეს თვალში ჩამდგარ შავ წყალს
ლიბრს, ბისტს და თვალზე გადაფარებულ თეთრ გარს ვერ ამჩნევდა. იხტიბარ გატეხილი პლატონის სკამზე დაჯდა. შლაპა მოიხადა, მარაოსავი დაარხია გახურებულ სახესთან, ცხელოდა. ჭიჭინობელა განუწყვეტლივ ჭიჭინებდა. კარისმერეთი ნამდვილი აგარაკია, უკვე დაგტყობიათ აქ ყოფნა. უთხრა პლატონმა ვარდოს და ნინოს. ნინოს რამდენიმე ქათინაურით გაუმასპინძლდა. ესტატეს თბილისის ამბები გამოჰკითხა. ამ დროს სახლიდან სტეფანე გამოვიდა. სტეფანე, შენზე უფრო ნასწავლდა ფილოლოგიის მცოდნე კაცად თulis თავის თავს. და კამათში შენი დამარცხება არ ეჭვება, უთხრა იონამ პლატონს. პატივმოყვარე პლატონს თავი ზეკაცად მოჰქონდა და მისი გატოლება მომაკვდაო, ჩვეულებრივ მასწავლებელთან ეწყინა. წამიერ მოიღუშა, მაგრამ თავს ძლია, გაიღიმა და იონას შენიშნა. რა დროს კამათია, ჯერ სული მოგვათქმევინე. სტეფანემ უხერხულობა იგრძნო. ამას ყურს ნუ უგდებთ, ეს ცნობილი ინტრიგანია. სტეფანემ და თვით იონამაც გადაიხარხარეს. იონა ისევ ოხუნჯობის ეშხზე მოვიდა. კარგი, მერე იკამათეთ. ახლა წამოდი, საცოდაო დაბეგვილი გექნება საჯდომი. არ გამიგონია ფილოსოფოსის ჯირითი. ცხენზე ჯდომისა რა იცის პლატონმა. მე ვასწავლე ჯარში ცხენოსნობაო, სთქვა ამ ბიჭმა. გაიშვირა თითი კორნელისაკენ იონამ. ღმერთო, რა უცნაური კაცი ხარ. ჯერ არც კი მოვსულ ვარ და გინდა ახლავე ყველას წამკიდო. უსაყვედურა პლატონმა იონას. როდესაც პლატონმა ხელპირი დაიბანა და ცაცხვის ქვეშ დაჯდა, იონამ კვლავ წააქეზა. პლატონ, მართლა უარყოფ შენ რომანტიზმს, როგორც ლიტერატურულ სკოლას. დიახ, განაცხადა პლატონმა. სტეფანე აღშფოთებულია, უთხრა იონამ. აღშფოთება არაფერ შვაშია, მე ვსთქვი, ასეთი მტკიცება შემცდარია მეთქი. შენიშნა სტეფანემ. დამეთანხმეთ, ცნება რომანტიზმი შეიცავს მეტისმეტად გაურკვეվել და მრავალნაირ ლიტერატურულ მოვლენას. დაიწყო პლატონმა. პირიქით, მიუგო სტეფანემ, რომანტიზმი, როგორც ლიტერატურული მიმართულება გარკვეულია. არა, შეედავა პლატონი. რომანტიზმი, ისევე როგორც რეალიზმი და ნატურალიზმი, შემადგენელი ელემენტია იმ დიდისა და ერთადერთი მარადიული სკოლისა, რომელსაც სიმბოლიზმი ეწოდება პოეზიაში. აქ ეპოქები, ეკონომიური და სოციალური ვითარებანი არაფერ შვაშია. არიან გენიოსი და უნიჭო პოეტები და მწერლები. პირველნი კარგად წერდნენ, ხოლო მეორენი ცუდად. ესქილე, შექსპირი, გოეთე, ბოდლერი სიმბოლისტები იყვნენ, ვინაიდან რეალურ სინამდვილეში და წარმავალ მოვლენებში ისინი ზერეალურს, წარუვალს ჭრეტდნენ, ხოლო გახსოვთ გოეთეს მიერ ფაუსტში თქმული სიტყვები: ყოველივე წარმავალი სიმბოლო არის მხოლოდ. იგულისხმება სიმბოლო წარუვალისა. alles vergängliche ich nur ein Gleichnis. რა უცნაური რამ ყოფილა ეს სიმბოლიზმი. ყველა ლიტერატურული მიმდინარეობა რომ ზღვასავით შეუსრუტავს. ვთქვათ ეგრეა, მაგრამ ლიტერატურის ისტორიისათვის სიტყვა კარგი და ცუდი განა ერთნაირად ღირებული არ არის? ჰკითხა სტეფანემ. ეგ თქვენი საქმეა, კვლევართა, კრიტიკოსთა და პედაგოგთა. ღიმილით მიუგო პლატონმა. კამათი კიდევ დიდხანს გაგრძელდა.
იონა აღფრთოვანებული იყო, რადგან ქართველ ინტელიგენტთა ბრძნულ კამათს ისმენდა. კამათის შემდეგ სტეფანე დარწმუნდა, რომ საქმე ჰქონდა დამთავრებულ სიმბოლისტთან, დეკადენტთან, პარადოქსების მოყვარულ ადამიანთან. პლატონმა კი სტეფანე ჩათვალა ცოდნე ფილოლოგად, მაგრამ რომელიც ტრადიციულ კვლევას და ლიტერატურის სასკოლო ქრესტომათულ კურსს ვერ გაშორებია. ვარდო და ნინო კამათის გარეგნულ მხარეს აქცევდნენ მხოლოდ ყურადღებას. მათ პლატონ მოგველაძის არტისტული ქცევა აჯადოებდათ. პლატონი ზეკაცის მსგავსად დაჯდა. სახის კუნთები დაძაბა და შუქიანი თვალებით გახედა შორეულ ქედებს. თითქოს მიუწვდომელსა და მოუთხრობელზე ფიქრობსო. მერმე ბინოკლი მოითხოვა. იონამ უთხრა: რაჭა ლეჩხუმისა და სვანეთის მთები ჩემს ეზოდან უკეთ მოსჩანან.